ფოტოების უმეტესობა გვახსენებს ჩვენ ცხოვრებაში კარგ დროს და მოგონებებს, რომლებსაც სამუდამოდ გვინდა შევინახოთ. მაგრამ ზოგიერთი ფოტო ბევრად უფრო შემზარავია, რადგან ისინი დაუდგენელ დანაშაულებთან არის დაკავშირებული და ზოგ შემთხვევაში იმ მხოლოდ ეს ფოტოები წარმოადგენს იმ საიდუმლო სამოხსნის ერთადერთ მინიშნებას. რა დაემართა Sally Enns? ეს არის კითხვა, რომელიც 2016 წლიდან აწუხებს შეშფოთებულ ოჯახს, როდესაც სათვალთვალო კამერა მართლაც უცნაური რამ დააფიქსირა. ეს იყო შობის მეორე დღე Northumberlandში 2016 წლის 26 დეკემბერი, როდესაც 59 წლის ქალმა უცნობი მიზეზით გადაწყვიტა დილა ადრიან გასეირნება. ინდილის დაახლოებით 3 საათზე მან დაიწყო მოგზაურობა, რომელიც თითქმის უსასრულოდ გრძელდებოდა, სანამ არ გაუჩინარდა. მხოლოდ პიჟამოთი და წყალგაუნტარი ქურთუკით სელი დადიოდა მიტოვებულ ქუჩებზე, სადაც არავინ იყო რომ რამე დაენახა. რამდენიმე საათის შემდეგ ის გამოჩნდა უსაფრთხოების კამერაზე, სწრაფად და მიზანმიმართულად მიმავალი. ის ახლა სახლიდან 11 მილის დაშორებით იყო და ნიუკასლის სანაპიროზე მიდიოდა. იდეოზე დრო იყო მითითებული როგორც 7:15 დილას. მისი ვარდისფერი პიჟამა ბნელში თვალშისაცემი იყო. ისე თითქოს რაღაც მიზანი ჰქონდა, მაგრამ დანიშნულება არ ჩანდა. სელი კოპთორნის სასტუმროს უკანა მხარეს გავიდა კამერის ხედვიდან, გააქრა მბრუნავ ხიდთან და შემდეგ ჩრდილებში გაუჩინარდა. არავინ იცის, სად წავიდა ამის შემდეგ, შეიძლება ქალაქის ცენტრისკენ, ჰილტონის სასტუმროსკენ გაემართა. სელი შეიძლებოდა თაინის ხიდისკენ წასულიყო, ან ქვისაიდის სანაპიროს გაყოლოდა. შესაძლებლობები უსასრულო იყო. რამდენიმე საათის შემდეგ, როცა მის სამივე შვილს მისგან არანაირი ხმა არ მიუღია, შიში გაიზარდა და ოჯახი ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში წავიდა, რათა მისი გაუჩინარება ეცნობებინათ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლებოდა მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონოდა, მისმა შვილებმა აღნიშნეს, რომ სელის შობა, რომელიც მის გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე იყო, სიხარულით იყო სავსე. ის კარგ განწყობაზე იყო და ოჯახთან ერთად სასიამოვნო დღე გაატარა. იმ დროს არავინ ღელავდა მის კეთილდღეობაზე. ხელისუფლებამ თავისი ძალები შეკრიბა და ქუჩებში გამოუშვა. სასტუმროები, მაღაზიები და ახლომდებარე მდინარე საფუძვლიანად გაჩხრიკეს, მაგრამ არაფერი იპოვეს. 26 დეკემბერი დასრულდა ყოველგვარი ახალი აღმოჩენის გარეშე. პანიკა იზრდებოდა, რადგან საზოგადოება ყურადღებით აკვირდებოდა ყველას, ვინც დაკარგულ ქალს ჰგავდა. ზოგჯერ იუწყებოდნენ, რომ ვიღაცას ნახეს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ დადასტურდა და არც მისი ადგილსამყოფელის დადგენას შეუწყო ხელი. მეორე დღეს ძებნა განახლებული იმედით გააგრძელდა. თუმცა სალის ადგილსამყოფელზე არანაირი კვალი ან მინიშნება არ გამოჩნდა. დღეები კვირებად იქცა, კვირები კი თვეებად, მაგრამ პასუხები მაინც არ იყო. შემდეგ საქმეში გარღვევა მოხდა, მაგრამ არა ისეთი, როგორცაც ისინი იმედოვნებდნენ. 3 თებერვალს ჯაროს მახლობლად მდინარეში ცხედარი აღმოაჩინეს და ოჯახი დაძაბული ელოდა დადასტურებას. დღეები იწელებოდა, რადგან ოფიციალური იდენტიფიკაცია ჯერ არ ჩატარებულა. სიმშვიდის პოვნა რთული იქნებოდა. სალის შვილები ცდილობდნენ შეეგუებოდნენ იმას, რომ ეს სხეული ალბათ მას ეკუთვნოდა, მაგრამ ამასთან ერთად მათ წინაშე რამდენიმე უმძიმესი კითხვა დადგა. ისინი ფიქრობდნენ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო იმ დილით მისი წასვლის მიზეზი. ის და მისი ქმარი განუყრელები იყვნენ, ხომ არ ჰქონდა მას ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა. ზოგიერთმა კი ივარაუდა, რომ მას შესაძლოა უეცრად დემენცია დაწყებოდა. თუმცა სათვალთვალო კამერის ჩანაწერმა ერთი აშკარა კვალი გამოავლინა. სალი თავის თავში არ იყო. ის სწრაფად მიდიოდა, თითქოს გაბრაზებული იყო, მაგრამ ამ ბრაზის წყარო უცნობია. სალიანის საქმის პასუხების ძიება კვლავ გრძელდება, მაგრამ ახალი ინფორმაცია ჯერ არ გამოჩნდა. ოჯახი ამ აუხსნელი განსაცდელით გატეხილი და დაბნეული დარჩა, ისევე როგორც ამ უცნაურ საქმეში ჩართული გაუნციებლები და პოლიციელები. ჩვენგან ბევრი აღიარებს, რომ საჯესთან ყოფნისას ხშირად გზაზე აგრესიას ვავლენთ. ეს მრავალი ძალადობრივი დაპირისპირების კატალიზატორი გამხდარა, მაგრამ ჩვენგან უმეტესობა უბრალოდ გამოხატავს თავის გაბრაზებას და შემდეგ აგრძელებს დღეს, ხოლო მალე ეს შემთხვევა ავიწყდება. მაგრამ ასე არ მოხდა იმ შემთხვევაში, რომელიც 44 წლის სატვირთო მანქანის მცველს ჯორჯ გუერეროს ეხებოდა, რომელიც ნიუ-ჯერსის ქალაქ პერთ ამბოიდან იყო და 2017 წლის 7 მაისს თავის მისაბმელიან სატვირთოს Interstate Athens ავტომაგისტრალზე აღმოსავლეთით მართავდა. მოწმეების თქმით, რომლებმაც შემთხვევის განვითარებას დაახლოებით 13:50 საათზე უყურეს, იმ ქრის მეორე ნახევარში ჯორჯმა ახლახან დატოვა სამშენებლო ზონა, რის შემდეგაც მარჯვენა ზოლიდან მარცხენა ზოლში გადავიდა.
ეს როგორც ჩანს, სხვა სატვირთო მანქანის მძღოლს არ მოეწონა, რის შემდეგაც მან ჯორჯის სატვირთოს მიხვა ძალიან ახლოს, რამაც ჯორჯი აიძულა ისევ მარჯვენა ზოლში დაბრუნებულიყო. მაგრამ მეორე სატვირთოს მძღოლმა სიჩქარე მოუმატა და ჯორჯის გვერდით ამოყო თავი. მოწმეები ამ ფაქტში დარწმუნებულები არ არიან, მაგრამ ფიქრობენ, რომ მეორე მძღოლმა თავისი მანქანით ჯორჯის სატვირთოს მსუბუქად მიარტყა, რის შედეგადაც ჯორჯი გზიდან გადავიდა და ახლომდებარე ტყეში შევარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ როდესაც ორი სატვირთო გვერდიგვერდ მიდიოდა, მეორე მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და ჯორჯს რამდენჯერმე ესროლა, მაშინ როცა ისინი დაახლოებით საათში 70 მილის სიჩქარით მოძრაობდნენ. მოწმეებმა, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ, მაშინვე პოლიციას დაუკავშირდნენ, რადგან შეშფოთებულები იყვნენ, რომ ჯორჯს შეიძლება რამე დაემართა. მაგრამ როდესაც ოფიცრები მივიდნენ, აღმოაჩინეს, რომ მას რამდენჯერმე ჰქონდა მოხვედრილი ტყვია და უკვე გარდაცვლილი იყო. ჯორჯი მოგზაურობდა თავის ძალთან, არიასთან ერთად, რომელიც თალშესაფრიდან იყო გადარჩენილი და მასთან ერთად ბევრ მოგზაურობაში ახლდა მას. მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა დამოუკიდებლად დაეწყო სატვირთოს დარება. მანამდე ის მუშაობდა Oscar ტრანსპორტაციაში, Middlesexში, New-Jersey-ში. არია უვნებელი იპოვეს სატვირთო მანქანაში და გადაიყვანეს ადგილობრივ თავშესაფარში, საიდანაც მოვლენებით ჯორჯის ბიძაშვილი წაიყვანა. მას შემდეგ ის ჯორჯის შვილთან ქრისტოფერთან ცხოვრობს და ამბობენ, რომ კარგად არის. მათ განაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც ჯორჯის სატვირთო გზიდან გადავიდა, მისმა თავდამსხმელმა სწრაფად დატოვა ადგილი და მიუხედავად იმისა, რომ მოწმეებმა აღწერა მისცეს, ის არასდროს დაუდგენიათ. მათ ასევე აღწერეს სატვირთო, რომელშიც ის მგზავრობდა და ამ ტიპის მანქანის ფოტო მას შემდეგ საზოგადოებისთვის გამოქვეყნდა. ეჭვმიტანილი აღწერილია როგორც აფრო-ამერიკელი მამაკაცი წვერით და სავარაუდოა, რომ ის უკვე გარკვეული დროა სატვირთოს მძღოლია. თუმცა ვარაუდობენ, რომ მას ალბათ არ აქვს განსაზღვრული მარშრუტი და შესაძლოა თავდასხმის შემდეგ ამ ტერიტორიაზე აღარ დაბრუნებულა. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ Interstate 10 ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული გზაა და ყოველდღიურად ათასობით სატვირთო გადის მასზე. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ გაავრცელა თავდამსხმელის სატვირთოს აღწერა და აღნიშნა, რომ შეჯახების დროს მას გვერდი შეიძლება დაზიანებოდა. ის აღწერილია როგორც ნარინჯისფერი 2000-2005 წლის Freightliner Centuries ბრტყალსახურავიანი მოდელი, რომელსაც აქვს აეროდინამიკური საფარი და საძინებელი სივრცე. ინციდენტის დროს თავდამსხმელი მიათრევდა 53 ფუტიან თეთრ მისაბნელს, რომელიც მოწმეების თქმით საკმაოდ დაბინძურებული იყო. ყველა, ვინც იყო ინციდენტის მოწმე ან იცნობს აღნიშნულ სატვირთოს მძღოლს, სთხოვენ დაუკავშირდეს Jacksonville-ის პოლიციას ნომერზე 9-126-1005. Claire Holiday ამ წლის იანვარში ეცვია მალის კუნძულს. იმ თვეში მას 36 წელი უსრულდებოდა. ეს იყო მოვლენა, რომელსაც მისი ოჯახი დიდი მოლოდინით ელოდა. სამწუხაროდ, მათ აღარასოდეს მიეცემოდა შესაძლებლობა ეს დღე მასთან ერთად ეზეიმათ, რადგან 16 დღით ადრე, 7 იანვარს, ის საიდუმლოდ გაუჩინარდა. Clary Fionportis რაიონში იმყოფებოდა და ამბობდნენ, რომ მოგზაურობისას Ford Transit-ის camper van-ს იყენებდა. Camper-ს ჰქონდა სანუმერო ნიშნები WN42AZP, რომელშიც სავარაუდოდ Clary ცხოვრობდა. როდესაც Clary აღარ პასუხობდა ოჯახის ზარებსა და შეტყობინებებს, მათ უფრო და უფრო შეეშინდათ და პოლიციას აცნობეს. მათ აღწერეს მისი camper-ვანი და თქვეს, რომ 35 წლის Clary ინგლისური აქცენტით საუბრობდა. მათ ასევე გააგზავნეს მისი ბოლოდროინდელი ფოტოები, იმ იმედით, რომ ვინმეს ის ამ ტერიტორიაზე ენახა. ადგილობრივმა პოლიციამ მასშტაბური საძიებო სამუშაოები დაიწყო. Clary's სასწრაფო ძებნისას გამომძიებლებმა Fionportis რაიონიდან სათვალთვალო კამერის ჩანაწერები აღმოაჩინეს. ეს იყო მისი ბოლო დაფიქსირება, სანამ Clary საიდუმლოდ გაუჩინარდებოდა და აღარავის ენახა. Fionporti Craniores გზის ბოლოში მდებარე ბოლო სოფელია, ის ადგილი, სადაც სტუმრებს იონაზე გადასასვლელი ბორანის დაჭერა შეუძლიათ. შესაძლოა Clary ბორანზე ასულიყო და მეზობელ კუნძულზე დაკარგულიყო. ამ ტერიტორიაზე რამდენიმე მაღაზია, რესტორანი, კაფე, საჩუქრების მაღაზიები და ტექნიკის მაღაზია, მაგრამ არავის ახსოვს, რომ ინგლისურად მოსაუბრე ქალი რომელიმე ამ ადგილას ენახათ. სათვალთვალო კამერის კადრებში ქალი ჩანს ლურჯი ქურთუკით, თეთრი შარვლით, შარფითა და ქუდით. Clary's გაუჩინარებასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი გამოძიება ჩატარდა და მისი ფოტოები, ასევე მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია საჯაროდ გავრცელდა. მაგრამ მაინც, როგორც ჩანს, არავის არაფერი უჩვეულო არ დაუნახავს. პოლიცია აცხადებს, რომ თუნდაც ყველაზე მცირე ინფორმაცია შეიძლება გადამწყვეტი მინიშნება აღმოჩნდეს იმის გასარკვევად, თუ რა დაემართა მას. სამართალდამცველებმა მას შემდეგ სპეციალური რესურსები ჩართეს, მათ შორის სამძებრო ძაღლები, საზღვაო დანაყოფი და საჰაერო მხარდაჭერა.
ისინი ასევე თანამშრომლობენ ადგილობრივ ოფიცრებთან და სააგენტოებთან, იმ იმედით, რომ ამ უცნაურ საიდუმლოს ახსნიან. ადამიანები ჩვეულებრივ არ ხრებიან მალის კუნძულზე, რაც Claire Holiday საქმეს განსაკუთრებით იდუმალსა და შემაშფოთებელს ხდის. პასუხების ძიება გრძელდება, როგორც თვეები გადის. მისი ოჯახი და მეგობრები იმედს არ კარგავენ, რომ მალე რაიმე ახალი გაირკვევა. თუმცა როგორც წენი დასასრულს უახლოვდება, ეს იმედი ნელ-ნელა ქრება. შტილო აკლენში პოლიციამ გაავრცელა ავტომობილის ფოტო, რომელიც მათი აზრით დაკავშირებულია 22 წლის აია ნაკანოს საქმესთან, რომლის სიცოცხლე 2013 წელს მისი 23 წლის იუბილემდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღით დასრულდა. აია ნაკანო იმ დროს ახლახან იყო დამთავრებული ორეგონის უნივერსიტეტის სოციოლოგიის სპეციალობით და დამატებითი შემოსავლისთვის მუშაობა დაიწყო ლოგისტიკურ კომპანიაში. იმ წლის 12 ივნისს აია ნაკანო გაემგზავრა კალიფორნიის უნივერსიტეტის ბერკლის კამპუსში, სადაც კალათბურთის თამაში ითამაშა. თამაშის დასრულების შემდეგ აია ნაკანო თავის მანქანაში ჩაჯდა და ემერვილში სახლში წასვლა დაიწყო. მაგრამ როდესაც ის ჩრდილო აკლენში მარკეტის ქუჩის 5800-იან მონაკვეთზე მიდიოდა, მისი მანქანა უკნიდან სხვა ავტომობილმა დაარტყა. აია ნაკანო მანქანა გააჩერა, რათა ზიანი შეეფასებინა და მეორე მცველთან სადაზღვევო ინფორმაცია გაეცვალა. ორივე მამაკაცი მეორე მანქანიდან გადმოვიდა და აია ნაკანოს მიუახლოვდა. ერთმა მათგანმა იარაღი ამოიღო, აიას დაუმისნა და გასროლა მოახდინა. რის შედეგადაც აია ნაკანო ადგილზე გარდაიცვალა. მას შემდეგ გასულ წლებში ეჭვმიტანილები არ გამოვლენილა და აია ნაკანოს ოჯახი თვლის, რომ პოლიცია საქმეს გამოძიებაში გულგრილად ეკიდება. მისი დედა, მარია ნაკანო, დარწმუნებულია, რომ აკლენში ვიღაცამ იცის, რა მოხდა იმ ღამით, მაგრამ ისინი არ გამოდიან წინ, რადგან როგორც მარია ამბობს, ამ რაიონში მცხოვრებ ხალხში არსებობს არავინ არ ჩაუშვა კულტურა. შეიძლება ასევე ეშინიათ, რომ დამნაშავეები შურს იძიებენ მათზე, თუ ისინი წინ გამოვლენ, ამიტომ აია ნაკანოს საქმე ამ დღემდე გაუხსნელი დარჩა. მაგრამ მეტი ინფორმაციის მისაღებად, აკლენდის პოლიციამ და FBI-მ ერთობლივად $120,000 ჯილდო დააწესეს ყველასთვის, ვინც მიაწვდის მათ ინფორმაციას, რაც აია ნაკანოს თავდამსხმელების იდენტიფიცირებას შეუწყობს ხელს. გამომცემლებმა ასევე გაავრცელეს იმ მანქანის ფოტო, რომელიც მათი აზრით აია ნაკანოს მანქანის დასაჯახებლად გამოიყენეს, მას შემდეგ რაც ის დააფიქსირეს ტერიტორიის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში. ფოტოზე ჩანს, რომ ეს არის ვერცხლისფერი 4-კარიანი სედანი, მაგრამ გამოსახულება ძალიან ბუნდოვანია და არც მძღოლი ჩანს და არც მგზავრი. ჯერ არ გახმაურებულა, აია ნაკანო თავდასხმის შემდეგ გაქუბდეს თუ არა, ამიტომ დანაშაულის მოტივი კვლავ უცნობია. მისმა მეგობრებმა და ოჯახმა განაცხადეს, რომ ის არაფერ არასათანადო საქმეში არ არის ჩართული, მაგალითად არალეგალურ ნივთიერებებში და მათი ინფორმაციით მას მტრები არ ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მანქანის მარკა და მოდელი უცნობია, ორეგონის პოლიციის დეპარტამენტს იმედი აქვს, რომ ვინმე ფოტოს ნახავს და მას ამოიცნობს. თუ თქვენ ან ვინმეს ვისაც იცნობთ, გაქვთ ინფორმაცია, რომელიც აიას საქმეს დაასრულებს, გთხოვთ დაუკავშირდეთ ორეგონის პოლიციის დეპარტამენტის მკვლელობათა განყოფილებას, ნომერზე 5-1023-838-21. 2021 წლის 6 ნოემბერი, როდესაც ლონდონში მდებარე Brent Cross-ის სავაჭრო ცენტრი იმ დილით 10 საათზე გაიხსნა. იდოლარმა დაიწყეს დერეფნების შევსება ვიტრინების თვალიერებით ან სასურსათო პროდუქტების ხიდვით. მოლში რამდენიმე სამკაულის მაღაზია იყო, მათ შორის Fraser Hardy. რადგან ბიზნესი მდებარეობდა დიდ მოლში, გაშემორტმული იყო დაცვის თანამშრომლებით და უამრავი ადამიანით, არავის აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ ვინმე იქ ძარცვა შეეცდებოდა. ისინი თავიანთ საქმეებს აგრძელებდნენ, არ იცოდნენ, რომ საფრთხე ახლოს იმალებოდა. ხოლოდ 15 წუთი იყო გასული, მას შემდეგ რაც მოლი გაიხსნა, როცა შიში მოედო მყიდველებისა და მაღაზიის მფლობელების გულებს. შიში გამოიწვია მოტოციკლების ხრიალმა, რომელიც აშკარად არ შეესაბამებოდა იქაურობას. 3 მოტოციკლი სწრაფად გაიარა ცენტრში, თითოეულზე 2 ადამიანი იჯდა. მხედრები ჩაფხუტებითა და თხავით დაფარული ოქროს გამომოვიდნენ. სავაჭრო ცენტრის სათვალთვალო კამერებმა შემზარავი შემთხვევა დააფიქსირეს. ხალხი გვერდზე გადახდა, როცა მოტოციკლები მათ შორის მიიკვლევდნენ გზას და პირდაპირ მაღალი ღირებულების სამიზნეს Fraser Hardy-ს მიემართებოდნენ. 6 მრბოლელი მოტოციკლიდან ჩამოხდა, 3 მათგანმა სამკაულების მაღაზიაში შეირბინა, დანარჩენი კი გარეთ დარჩა, ხელში ბეისბოლის ჯოხებითა და ნაჯახებით. არავინ გაბედავდა მათთან მიახლოებას ან საშიში პირების შეჩერებას. ვიდეოს ფონზე ჩანს, როგორ ავსებენ დანარჩენი მძარცველები თავიანთ ჩანთებს, ყველა ძვირფასი ნივთით, რაც კი ხელში მოხვდათ.
ორ წუთზე ნაკლებ დროში მოტოციკლები დაქოქეს, მძღოლები ისევ თავიანთ ადგილებზე დასკნენ და სწრაფად გაეცალნენ ადგილს. ორ წუთზე ნაკლებ დროში მოტოციკლისტებმა მაღაზიაში შეიჩნენ ყველაფერი წაირეს, რაც უნდათ და $3 მილიონ შეფასებული სამკაული გაიტანეს. მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში მეზობელმა მაღაზიებმა ჩამოწიეს ჟალუზები, რადგან პოლიციას შეატყობინეს ამ საშინელი შემთხვევის შესახებ. შემდეგ თავდამსხმელების ძებნა დაიწყო. სპეციალური ანტიძარცვის ჯგუფის დეტექტივებმა დაიწყეს გამოძიება და ძარცვიდან 1 საათის შემდეგ მათ ახლომდებარე გოლფის მოედანზე 3 მიტოვებული მოტოციკლი აღმოაჩინეს. ერთ-ერთი მათგანი შავი იყო, სხეულზე ნარინჯისფერი ორნამენტებით. მეორე მოტოციკლი გვერდზე იყო დაგდებული, თეთრი კორპუსითა და ლურჯი დეტალებით. ორივე აშკარად და ადვილად საცნობი იყო, რაც ალბათ სწორედ ის მიზეზი გახდა, რის გამოც თავდამსხმელებმა ისინი მიატოვეს, რადგან იცოდნენ, რომ პოლიცია მათ ეძებდა. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას ჰქონდა შემთხვევისა და მოტოციკლების სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, მათ ვერ შეძლეს არც ერთი მოტოციკლის მფლობელის პოვნა. ისინი დღისით ისეთივე სისწრაფით გაუჩინარდნენ, როგორც სავაჭრო ცენტრში გამოჩნდნენ, ადგილობრივ მოსახლეობაში აირია და თავი არიდეს აღმოჩენასა და დაპატიმრებას. 2004 წელს, როდესაც 21 წლის მარა მიურეი გაუჩინარდა ნიუ-ჰემპშირის ჰეივერ-ჰილში, 112 გზატკეცილზე მისი საქმე მთელ ქვეყანაში ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან მას უცნაური გარემოებები ახლდა თან. ის არასოდეს უპოვიათ და 2024 წელს გამოქვეყნდა ასაკობრივი პროგრესიის ფოტო, სადაც ჩანს, როგორი იქნებოდა მარა ეხლა, მას შემდეგ რაც ბოლოს ნახეს, უკვე 20 წელზე მეტი გავიდა. იმედოვნებენ, რომ ვინმე მას ამოიცნობს და საბოლოოდ ამოხსნის ამ საიდუმლოს. მარას საქმე იმ წლის 9 თებერვალს დაიწყო, როცა ის მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში Amherstში მედდობას სწავლობდა. როგორც ჩანს, იმ დღეს მან ძალიან უცნაური გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ცნობილია, რომ მან ჩაალაგა სასწავლო წიგნები მანქანაში, იყიდა დაახლოებით $40 ღირებულების ალკოჰოლი და შემდეგ დატოვა კამპუსი ისე, რომ არავის შეატყობინა თავისი გეგმების შესახებ. შემდეგ ის ნახეს ჰევერ-ჰილში 112 გზაზე დაახლოებით 2 საათის მართვის შემდეგ, სადაც როგორც ჩანს, მან მანქანაზე კონტროლი დაკარგა მკვეთრ მოსახვევში და შეეჯახა ხეს. ავტობუსის მძღოლმა ის და ავარიაში მოყოლილი მანქანა გზის პირას შენიშნა და გადაწყვიტა შეემოწმებინა მისი მდგომარეობა. მან კითხა, დაშავებული იყო თუ არა, მაგრამ მერომ უპასუხა, რომ კარგად იყო. მძღოლმა იეჭვა, რომ ის ნასვამი იყო და შესთავაზა პოლიციის გამოძახება, მაგრამ მერომ უთხრა, რომ არ დაერეკა, რადგან უკვე დაუკავშირდა AAA-ს, რომელიც ამ წესს აგზავნიდა. მაგრამ ავტობუსის მძღოლმა იცოდა, რომ ეს სიმართლე არ იყო, რადგან ამ ტერიტორიაზე მობილური კავშირის სიგნალი არ იყო. და როცა სახლში მივიდა, პოლიციას დაუკავშირდა, რათა შემთხვევა შეეტყობინებინა. მან აუცილებლად აღნიშნა, რომ ის მარტო იყო და რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ჩანდა. რამდენიმე ხანში ავილზე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და მარას მანქანა იპოვეს, მაგრამ ის არსად ჩანდა. ტერიტორია საფუძვლიანად გაჩქრიკეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს და საქმე გაუხსნელი დარჩა. იმედგაცრუების გამო მისმა ოჯახმა კერძო დეტექტივი დაიქირავა და მას შემდეგ მან თავისი ვერსია გამოთქვა, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო იმ დღეს. ის ფიქრობს, რომ ვინმე მარა გზის პირას იპოვა, მას შემდეგ რაც ავტობუსის მძღოლი წავიდა და მას მანქანით წაყვანა შესთავაზა. შესაძლებელია მანქანით საყვანის შეთავაზებას დათანხმდა, მაგრამ შემდეგ გაიდაცეს. დიდი ალბათობით მას არ უნდოდა, რომ ავტობუსის მძღოლს პოლიციასთან დაეკონტაქტა, რადგან ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული და იმ დროს მისი სანომრე ნიშანი შეჩერებული იყო გადაუხდელი სიჩქარის ჯარიმის გამო. შემდგომი გამოძიებისას გაირკვა, რომ იმ პერიოდში ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მაწანწალას შეიძლებოდა დაენახა, რა მოხდა იმ დღეს, ან თავად ყოფილიყო ჩართული. მის წინააღმდეგ წარსულში ქალებზე ძალადობის გამო რამდენჯერმე იყო შეტყობინება შესული. ერთხელ მან გზის პირას მიტოვებული ქალი ნახა და მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მეგობრულად მოექცა, მოულოდნელად შეიცვალა და მასზე თავდასხმა მოახდინა. ის გამოძიებისთვის საინტერესო პირად არის მიჩნეული, მაგრამ არაეჭმიტანილად და გამომძიებლები უარს აცხადებენ გაამხილონ, იპოვეს თუ არა იგი ან დაკითხეს. მარას ოჯახი კვლავაც განიცდის მის არყოფნას, მაგრამ იმედს არ კარგავენ, რომ ეგ დღეს გაიგებენ, რა დაემართა მას. თუ მარას ცნობთ, ასაკის მიხედვით შეცვლილი ფოტოდან ან გაქვთ რაიმე ახალი ინფორმაცია, რომელიც შეგიძლიათ გაუზიაროთ გამომძიებლებს, გთხოვთ დაუკავშირდეთ ნიუ-ჰემპშირის გადაუხსნელი საქმეების განყოფილებას ნომერზე 6 103 271 2666. 63. როდესაც საქმე ეხება ფიჰას სანაპიროს შავ ქვიშებს, რომელიც ოკლანდის ლანდშაფტის მარგალიტია, ბევრი თვის, რომ იქ ბნელი რაღაცები იმალება. იქნება ეს სერიული მკვლელები, უცნობი მტაცებელი თუ ბოროტი ძალები, აუცილებლად უნდა არსებობდეს ახსნა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იდუმალ ვითარებაში გაუჩინარდნენ მის გარშემო ან შიგნით.
როგორც ჩანს, ამ უცნაური საიდუმლოებების ახსნა რთული იქნება, რადგან კიდევ უფრო მეტი ადამიანი გხება. 2019 წლის სექტემბერში ალოი, ფრანგი გაცვლითი სტუდენტი, ახალ ზელანდიაში გადავიდა ინგლისურის სასწავლად. ის ცხოვრობდა მასპინძელ ოჯახთან ერთად ბირკენჰედში, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ სანაპიროზე. რამდენიმე თვე გავიდა, ამ პერიოდში ახალგაზრდა სტუდენტი დასახლდა და სწავლაზე კონცენტრირდა. უმეტესობისთვის, როგორც ჩანდა, ცხოვრება კარგად მიდიოდა მისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლებოდა 2020 წლის მარტში, როდესაც მზარდი სიცარიელე ფიჰას სანაპიროს შემოეხვია და კიდევ უფრო მეტ მსხვერპლს მოშივდა. ალოი 6 მარტს გავიდა თავისი მასპინძელი ოჯახის სახლიდან, მაგრამ ვახშამზე სახლში აღარ დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი არ ყოფნა მათ აფიქრებინათ, ალოის ზრდასრული იყო და შესაძლოა უბრალოდ იკვლევდა გარემოს. სამწუხაროდ, ასე არ აღმოჩნდა. რამდენიმე საათი, რამდენიმე დღედ გადაიქცა, მაგრამ სტუდენტის სახლში დაბრუნების არანაირი ნიშანი არ ჩანდა. შიში გაიზარდა და პოლიცია გააფრთხილეს ამ უჩვეულო არ ყოფნის შესახებ. ოკლენდის ხელისუფლებამ დაუკოვნებლივ დაიწყო გამოძიება, მაგრამ იმის გამო, რომ არ იცოდნენ, რომელ მიმართულებით წავიდა ის, მისი კვალისპოვნა წარმოუდგენლად რთული იქნებოდა. გამომძიებლები ახალგაზრდა კაცის ტელეფონს მიუბრუნდნენ და მისი კვალის დადგენა დაიწყეს, იმ იმედით, რომ გაარკვევდნენ, სად შეიძლებოდა წასულიყო. პირველი რაც აღმოაჩინეს, იყო ის, რომ მან Google Maps-ში ფიჰამდე მარშრუტი მოძებნა. ძებნა განხორციელდა 7 მარტს დილის 5 საათზე. ფიჰა ცნობილია თავისი ცნობილი შავი ქრიშით და ალოი იქ მიდიოდა, რომ ამ ქრიშის ნაწილი მოეგროვებინა და სახლში, როგორც სუვენირი წაეღო. ეხლა, როცა მათ საძიებლად ზოგადი ადგილი ჰქონდათ, პოლიცია უსაფრთხოების კამერებს მიუბრუნდა, იმ იმედით, რომ რომელიმე სასურსათო მაღაზიას, ავტობუსს ან მატარებლის სადგურს შეიძლებოდა დაეფიქსირებინა მისი კადრები ამ ტერიტორიაზე. ეს გამოძიება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა, რადგან ალოი დილის 6:30-ზე ბრიტამარკის მატარებლის სადგურზე ვიდეოკამერამ დააფიქსირა. რამდენიმე წუთის შემდეგ ის დაინახეს, როგორც ჩამოვიდა მატარებლიდან Fruit Frail სადგურზე. შემდეგ კი თითქმის 2 საათის განმავლობაში კიდევ 11 კილომეტრი ფეხით გაიარა და ფიჰას გზისკენ გაემართა, სადაც იმ დილით 9 საათის შემდეგ მივიდა. მისი ტელეფონი ფიჰას გზაზე დაფიქსირდა, მაგრამ მალევე შეწყვიტა სიგნალის გადაცემა. ალოის ყველა კვალი გაქრა, როგორც კი ის ამ ტერიტორიაზე მივიდა. ოკლენდის პოლიცია ადგილზე მივიდა ფიზიკური ძებნის ჩასატარებლად, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. არ არსებობდა არც ფიზიკური კვალი და არც მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ ის ოდესმე იქ იყო. როგორც კი ყველაფერი ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდა, საქმე საზოგადოებრივი ყურადღებიდან გაქრა. და უკვე 5 წელი გავიდა, მაგრამ ან დაუსრულებელი საიდუმლო სამოხსნასთან ახლოსაც არ ვართ. როდესაც საყვარელი ადამიანი გაუჩინარდება ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე, მისი ოჯახი გაურკვევლობაში რჩება და უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ იმედის და ლოცვის მეტი არაფერი დარჩენიათ, რომ ის უვნებელი იპოვონ. მაგრამ როდესაც დაკარგული ადამიანის საქმე წლების განმავლობაში გაუხსნელი რჩება, იმედი ნელ-ნელა ქრება. და ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა 49 წლის პოლინ სორის საქმე, იმედი მთლიანად ქრება. პოლინი ბოლოს მაშინ ნახეს, როცა ის თავის ოჯახთან ერთად ვულონგონგში, ავსტრალიაში ატარებდა დროს 1993 წლის დეკემბერში. მოგვიანებით გაირკვა, რომ იმავე წლის ივნისში პოლინი ქმარს გაშორდა და ამ პროცესში სოლიდური თანხა მიიღო. მისი მეგობრებისა და ოჯახის წევრების თქმით, ამის შემდეგ პოლინი ცუდ საზოგადოებაში მოხვდა და ეჯობდნენ, რომ ის გაიტაცეს და გაძარცვეს, სანამ სიცოცხლეს წაართმევდნენ. პოლინის გაუჩინარების ზუსტი გარემოებები ბუნდოვანია და არ გახმაურებულა, სად ნახეს ბოლოს, ან რა გეგმები ჰქონდა, როცა გაუჩინარდა. 2002 წელს გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ სჯეროდათ პოლინის ახალ ნაცრობთაგან ერთმა ან მეტმა შეიძლება იცოდეს, რა დაემართა მას და შესაძლოა ისინი იყვნენ მისი გაუჩინარების მონაწილეები. 2008 წელს იგი ოფიციალურად გამოაცხადეს გარდაცვლილად, მიუხედავად იმისა, რომ მისი პოვნა ვერ მოხერხდა. 2023 წელს საქმე ხელახლა განიხილეს და $500,000 ჯილდო დააწესეს ყველასთვის, ვინც მიაწვდიდა ინფორმაციას მის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, ან ინფორმაციას, რომელიც მის თავდამსხმელს გამოავლენდა. მალე ვიღაცამ სამართალდამცავებს მიმართა და ურჩია, რომ ფიგდრის ბუჩქნარში ეძებნათ, სადაც გამომძიებლებმა პირველი მტკიცებულება იპოვეს. 3 ტანსაცმლის ნივთი იპოვეს და მიიჩნევა, რომ ისინი პოლინის ეკუთვნოდა. ნაპოლ ნივთებს შორის იყო თეთრი გრძელმკლავიანი ბლუზა, თეთრი და ნარინჯისფერი ნაკერებით და მუქი პოლიესტერის შარვალი. ნაკერების ნაწილი აღმოჩნდა ხელით დამატებული იმ ადამიანის მიერ, ვინც ამ ბლუზას ატარებდა, და რადგან ცნობილია, რომ პოლინი ხშირად ცვლიდა ტანსაცმელს ხელით, ეს მიუთითებს, რომ ეს იყო ის სამოსი, რომელიც მას ეცვა, როცა გაიტაცეს.
მაგრამ მიუხედავად ახალი მტკიცებულებისა, გამომძიებლები კვლავაც ვერ მიუახლოვდნენ ეჭმიტანილის იდენტიფიცირებას და საქმე ისევ შეჩერდა. 2024 წელს ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია მოქალაქისგან, რომელმაც განაცხადა, რომ პოლინი ნახა 4968 წლის მოდელის Holden HK Kingswood-ის სედანში ვოლინგონგის სამხრეთით მისი გაუჩინარების დღეს. ამ მოდელის ავტომობილის ფოტო გამოქვეყნდა საზოგადოებისთვის და ყველას, ვისაც იმ დღეს იმ ტერიტორიაზე მსგავსი მანქანა ახსოვს, სთხოვეს დაუკავშირდეს პოლიციას. ამ ასობაში გამონციება გააგრძელდა და 2025 წლის 29 მაისს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ეჭმიტანილი დააგავეს. მიუხედავად იმისა, რომ არ არის გამჟღავნებული, როგორ იქნა ეს ადამიანი ეჭმიტანილად მიჩნეული, ცნობილია, რომ 64 წლის მამაკაცი დააკავეს გვენვილში. მას ბრალი წაუყენეს დანაშაულის შემდგომ ხელშეწყობაში, რადგან მიიჩნევა, რომ მან პოლინის თავდამსხმელებს მისი ნეშტის დამალვაში დახმარება გაუწია. კომპტონში უცხოპლანეტელები არიან. ეს არის კითხვა, რომელმაც ბევრს დაძაბულობა მოგვარა წლის დასაწყისში, როდესაც ჯესიკა ორტისმა გაავრცელა დამაბნეველი და შემაცწუნებელი ვიდეო. მან თავის Instagram-ზე ატვიტა 11 წამიანი ვიდეო, რომელიც მის ვერანდაზე დამონტაჟებული ring კამერით იყო გადაღებული. 5 ივნისის დილით ჯესიკა ორტისმა შენიშნა შეტყობინება, რომელიც დაახლოებით ღამის პირველ საათზე იყო მოსული. ეს იყო ringის აპლიკაციიდან, სადაც ეწერა, რომ მისი სახლის გარეთ მოძრაობა დაფიქსირდა. როდესაც მან გახსნა შეტყობინება, მის წინაშე შემაშფოთებელი სურათი გადაიშალა. ვიდეოს დასაწყისშივე ჩანს უცნაური გარეგნობის ფიგურა, რომელიც ხედვის არედან გადის. ჯესიკა ვერ იჯერებდა იმას, რასაც ხედავდა და თავის შვილს თხოვა, მასაც გადაეხედა ვიდეოსთვის. მანაც შეამჩნია რაღაც უჩვეულო. მარჯნი ვერანდას რომ ჩაუვლის, ჩანს უცხოპლანეტელივით არსება, რომელსაც ქსენომორფის თავი და გამჭვირვალე სხეული აქვს. როცა მისმა ვაჟმა იგივე მიუთითა, რაც თვითონ ჯესიკამ დაინახა, ჯესიკამ შვება იგრძნო. ის გიჟი არ იყო, იქ მართლაც რაღაც ბოროტი იმალებოდა, რაღაც რაც ამ სამყაროს არ ეკუთვნოდა. როცა მისმა ვაჟმა პოლიციაში დარეკვა სთხოვა, მან უარი თქვა, რადგან ფიქრობდა, რომ ისინი იფიქრებდნენ გიჟი იყო. ამის ნაცვლად მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რომ ენახა სხვები რას ფიქრობდნენ ამ სიტუაციაზე. მომხმარებლები შეშფოთებულები დარჩნენ ნანახით და სიტუაციის განმარტებას ითხოვდნენ. მაგრამ ჯესიკას არ ჰქონდა ის პასუხები, რასაც ისინი ეძებდნენ და არც ექსპერტებს ჰქონდათ. სახლის მფლობელს კიდევ 2 კამერა აქვს განთავსებული თავის სახლში, მაგრამ არც ერთ მათგანს არ ჩაუწერია უცხოპლანეტელი არსება. ამ უცნაურ ფიგურას თან ახლდა უცნაური ხმებიც ფონზე, რომლებსაც როგორც ჩანს არც ახსნა ჰქონდა და არც აშკარა წყარო, მაგრამ ისინი სადღაც გარედან მოდიოდა. მეორე დღეს ჯესიკას დეიდამ, რომელიც მეზობლად ცხოვრობს, განაცხადა, რომ მან გაიგონა ხმაური დაახლოებით ღამის პირველ საათზე იმ დილით, როცა ვიდეო ჩაიწერა. მას ეგონა, რომ ხმა სახურავიდან მოდიოდა და როცა გაიგონა, ჯერსაც კი ახედა. მან ასევე გაიგონა ფხაჩნის ხმა, კიდევ ერთი ხმაური და ბოლოს კიდევ ერთი, სანამ ყველაფერი არ დადუმდა. გასაგებია, რომ ონლაინ საზოგადოება, ჯესიკა და მისი შვილი ამ შემთხვევით შეშფოთებულები დარჩნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს არსება უცხოპლანეტელი იყო. 47 წლის Adele Ellerfame ტრაგიკულად დაკარგა სიცოცხლე 2022 წლის შობის დღეს და მისი საქმე 3 წლის შემდეგაც გაუხსნელად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ადელი მუსლიმი იყო, ის შობას თავის სულთან ლისასთან და დანარჩენ ოჯახთან ერთად აღნიშნავდა, ვისთვისაც ეს დღესასწაული აღარასოდეს იქნება იგივე. იმ დღეს ადელის მშობლიურ ქალაქში, Covingtonში, Tennessee შტატში თოვდა და ოჯახმა დილა ისე გაატარა, როგორც სხვა ბევრი ოჯახი შობის დღეს, საჩუქრების გახსნით და ერთმანეთის სიამონებით თკბობით. შემდეგ ის წავიდა თავის სასურსათო მაღაზიაში, რომელსაც Bull Run ერქვა და კარი გააღო იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს ბოლო წუთს შობის საყიდლებზე მოუნდებოდა მისვლა. ლიზა მოგვიანებით ითხოვდა, რომ ადელს თხოვა სახლში დარჩენილიყო მასთან და ოჯახთან ერთად, მაგრამ მან ამის ნაცვლად მაღაზიის გახსნა გადაწყვიტა. არავინ ელოდა, რომ შუადღესა და 1 საათს შორის რაღაც მომენტში კაცი შევიდოდა მაღაზიაში, გამოიღებდა ცეცხლსასროლ იარაღს და ადელს მოკლავდა. მას კარგად უნდა დაენახა თავისი თავდამსხმელი, რადგან კლიენტებს შიგნით შესასვლელად ზარის დარეკვა სჭირდებოდათ და ალბათ ეგონა, რომ ისიც ჩვეულებრივი კლიენტი იყო. როდესაც შემთხვევის ადგილი შეისწავლეს, დადგინდა, რომ ადელი დახლს უკან იჯდა, როდესაც თავდამსხმელმა სროლა დაიწყო და მას რეაგირებისთვის ან გაქცევისთვის დრო არ ჰქონდა. მამაკაცმა გაისროლა პლექსიგლასში გაკეთებული პატარა ხრიჭოდან, რომელიც დახთან იყო დამონტაჟებული, ამიტომ თავდამსხმელი მსხვერპლიდან 3 ფუტზე მეტი მანძილით არ უნდა ყოფილიყო.
ეხლა ლოგიკურად მიიჩნევა, რომ თავდასხმა წარუმატებელი ძარცვა იყო, მაგრამ გამომცემლები ახლა ფიქრობენ, რომ ადელი იცნობდა იმ მამაკაცს, რომელმაც მისი სიცოცხლე დაასრულა და ის შესაძლოა მაღაზიის მუდმივი კლიენტი ყოფილიყო. მოიპოვეს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და სწორედ მაშინ აღმოაჩინეს გამომცემლებმა პირველი კვალი. ჩანაწერებში ჩანს, როგორც შედის მამაკაცი მაღაზიაში შუადღესა და 1 საათს შორის და დაახლოებით 2 წუთი რჩება მაღაზიაში, შემდეგ კი სწრაფად ტოვებს მას. ჩანაწერიდან ამოგებული სურათი უკვე გავრცელებულია და გამომძიებლები სთხოვენ ყველას, ვინც მას იცნობს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ მათ. მათ აღწერენ მამაკაცს, როგორც 5 ფუტი 6 ინჩიდან 6 ფუტამდე სიმაღლის გამხდარი აღნაგობის. ყველას, ვინც ფოტოზე გამოსახულ მამაკაცს იცნობს, ან აქვს რაიმე სხვა ინფორმაცია ადელის საქმესთან დაკავშირებით, სთხოვენ დაუკავშირდეს კოვინგტონის პოლიციის დეპარტამენტის კრიმინალური გამოძიების განყოფილებას, ნომერზე 901475126. შეიძლება ვიღაცამ წაიყვანა იგი. ნოემი ბოლივერის მშობლები ატივდნენ, როცა გააცნობიერეს, რომ მათი 21 წლის ქალიშვილი საიდუმლოდ გაუჩინარდა. ნოემი ჰოლივუდ ჰილში, მერიცელისა და ხოსეს ოჯახში, იესო ქრისტეს უკანასკნელი დღეების წმინდანთა ეკლესიის მიმდევარ ოჯახში დაიბადა. ახალგაზრდა ქალი დაიბადა ყურადღების დეფიციტის, ჰიპერაქტივობის სინდრომითა და მაღალი ფუნქციონირების აუტიზმით, თუმცა არც ერთი მათგანი არ შეუშლია ხელი მისთვის, რომ თავისი ოცნებები გაეხორციელებინა. მისი ოცნება იყო ეროვნული პარკების სამსახურში მუშაობა და 2020 წელს მან დაამთავრა ბრიგამ იანგის უნივერსიტეტი რექსბურგში, აიდაჰოში. მისმა სწავლებამ მას მიანიჭა ხარისხი მცენარეთა და ველური ბუნების ეკოლოგიაში. სულიერ და ბუნების მოყვარულ ქალს ყველაფერი მოწესრიგებული ჰქონდა და მან შეადგინა გეგმები და გეგმები თავისი მიზნების მისაღწევად. სამწუხაროდ ნოემი ვერასდროს იხილავდა ამ ოცნებების ახდენას, რადგან 2021 წელს ის აუხსნელად გაუჩინარდა ჰოლივუდში, ფლორიდაში, სადაც მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. საიდუმლოება დაიწყო 11 თებერვალს დაახლოებით 4 საათზე. როდესაც მან მშობლების სახლიდან ბუნების ნაკრძალში სასეირნოდ გავიდა, მაგრამ უკვალოდ გაუჩინარდა. მშობლების სახლიდან გასვლის შემდეგ ბროვარდის საგრაფოს ტრანზიტის სათვალთვალო კამერებმა შენიშნეს ნოემი, რომელიც შერიდან სტრიტის 7000 ბლოკში ავტობუსში ჩაჯდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ავტობუსი შერიდან სტრიტის 800 ბლოკში გაჩერდა. ნოემი იქ ჩამოვიდა სანაპიროს შიდა წყალგზის გასწვრივ. იმ დღის საღამოს დაახლოებით 6 საათზე მან გადაიღო სურათი Ancob Nature ცენტრის სადამკვირვებლო კოშკში და გაუგზავნა კოლეჯის მეგობარს Snapchat-ით. თუმცა 15 წუთის შემდეგ ნოემი უცნაურად დადუმდა. იმ ღამით 7 საათისთვის პოტლივერების ოჯახი პანიკაში ჩავარდა, როცა მათი შვილი სახლში არ დაბრუნდა და ტელეფონზე არ პასუხობდა. იმავე ღამით მას ზუმის ბიბლიის შესწავლის გაკვეთილზეც უნდა დასწრებოდა, მაგრამ არ გამოცხადდა. ოჯახი ჰოლივუდის პოლიციის განყოფილებაში წავიდა და დაკარგული პირის შესახებ განცხადება შეიტანა. გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო და ნოემის ტელეფონი დაადგინეს. პოლიციამ აღმოაჩინა, რომ მოწყობილობამ სიგნალი გადასცა ანძაზე, რომელიც მდებარეობს სამხრეთ Ocean Drive-ის 2300 ბლოკის მახლობლად, პლაჟთან ახლოს და ბუნების ცენტრიდან 3 მილში. სიგნალი იმ საღამოს 10-დან 11 საათამდე პერიოდში მოვიდა. ამის ნაცვლად, რომ მაშინ ვერ ჩაეტარებინათ ფართომასშტაბიანი ძებნა ამ ტერიტორიაზე, ხელისუფლებამ ტანჯველი 6 დღე დაიცადა და მხოლოდ 17 თებერვალს დაიწყო რეალური ძებნა. მათ გაჩქრიკეს ანკობის ბუნების ცენტრის სამხრეთი ტერიტორია, იმ იმედით, რომ ნოემი რაიმე კვალს იპოვიდნენ, მაგრამ ვერაფერი აღმოაჩინეს. პანიკა მაშინ დაიწყო, როცა მომდევნო კვირებში არც ტელეფონის, არც საბანკო და არც სოციალური მედიის აქტივობა არ დაფიქსირდა. ახალგაზრდა ქალს თან არ ჰქონდა ფული, არც საკრედიტო ბარათი და არც პირადობის მოცმობა. მისი ყველა ნივთი სახლში იყო დატოვებული. ბოლივერმა გადაწყვიტეს კერძო დეტექტივი დაექირავებინათ, როცა მიხვდნენ, რომ პოლიციის გამოძიება არსად მიდიოდა. იმ წლის მარტში დეტექტივმა აღმოაჩინა, რომ გაუჩინარების პერიოდში ნოემი ბოლივერის ტელეფონი ჩართული იყო და 3 მეგობრისთვის მესეჯის გაგზავნის მცდელობა დაფიქსირდა, თუმცა შეტყობინებები არ გაგზავნილა და ტელეფონი ისევ გამოირთო. ამის შემდეგ კვალი ისევ იკარგება და აღარ არსებობს ინფორმაცია, რომელიც დაკარგული ქალის ადგილსამყოფელის დადგენაში დაგვეხმარებოდა. მისი გაუჩინარების გარემოებები უდავოდ ავის მომასწავებელი და შემაშფოთებელია. 2000 წელს სპარტონში, მიჩიგანში 32 წლის დენის ლეკლერის გაუჩინარება და გარდაცვალება დღემდე გაუხსნელია. 2023 წელს პოლიციამ გაავრცელა ბეჭდის ფოტო, რომელიც შესაძლოა მის თავდამსხმელს ეკუთვნოდა ახალი კვალი რომ ეპოვათ. დენის ლეკლერი, რომელიც თავდაპირველად კოვინგტონიდან, კენტუკიდან იყო, სკოლის დამთავრების შემდეგ დაქორწინდა დანიელ ლეკლერზე და მათ 2 შვილი ჰყავდათ.
მათ 1950-იანი წლების შუა პერიოდში Grand Blanc Township-ში, Flint-ში, მიჩიგანში გადაინაცვლეს, სადაც დენისი მუშაობდა McLaren-ის რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში. მიუხედავად იმისა, რომ იდეალური ქორწინება ჰქონდათ, დენისს რომანი ჰქონდა თანამშრომელთან, მელთან. 2000 წლის 23 აპრილს საღამოს 11 საათიან ცვლაზე დენისის სახლში არ დაბრუნდა. ამის ნაცვლად მან ბარტონის ფოსტაში საფოსტო ბარათები გაგზავნა და შემდეგ გაუჩინარდა. მისი წითელი Chevrolet Cavalier შუაღამისას მიტოვებული იპოვეს საფოსტო განყოფილების ავტოსადგომზე. მძღოლის მხარეს კარი ღია იყო, ფანჯარა ჩამოწეული, ხოლო ფარები და მიმართულების მაჩვენებელი ჩართული. რაც მთავარია, მანქანა ბუქსირით გადაიყვანეს მანამდე, სანამ მისი გაუჩინარების შესახებ განაცხადებდნენ, რამაც შემთხვევის ადგილის გამოძიება დააყოვნა. შიგნით მისი ტელეფონი შეერთებული იყო დამტენზე, მაგრამ ჩანთა არ იყო. მეორე დილით მისი ტანსაცმელი 9 მილის მოშორებით ექიმის ოფისთან ახლოს იპოვეს. მისი ცხედარი მალევე აღმოაჩინეს მინდორში, საცლებსა და ტრენჩკოტში გამოწყობილი. სასიკვდილო ცეცხლსასროლი არაგით მეკანებული ჭრილობა დაადასტურა გვამის გაკვეთამ. ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყო ოქროს ბეჭედი ერთი ბრილიანტით, რომელიც მის ცხედართან ახლოს იპოვეს. მიიჩნიეს, რომ თავდაშავდასმის დროს დამნაშავის თითიდან ჩამოუცურდა. Daniel Leclerc და დენისის საყვარელი DNA-ის მტკიცებულებებით, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იქნა აღმოჩენილი, ეჭმიტანილთა სიიდან გამოირიცხნენ. და დღემდე მისი თავდამსხმელი არასოდეს დაუდგენიათ. თანამედროვე ტექნოლოგიებმა, განსაკუთრებით სახლის უსაფრთხოების სისტემებმა, როგორიცაა რინგის ზარის კამერები, რევოლუცია მოახდინეს უსაფრთხოებაში, რადგან მეპატრონეებს საშუალებას აძლევენ გამოავლინონ ქურდები და დაეხმარონ უბედური შემთხვევების, გატაცებების ან დაკარგული პირების შემთხვევებში. მაგრამ ზოგიერთმა მეპატრონემს შემაშფოთებელი მოვლენები გადაიტანა და ნანობენ, რომ ეს კამერები დააკენეს. ესეთი შემთხვევა მოხდა სამტერში, სამხრეთ კაროლინაში 2021 წელს, როდესაც შემაშფოთებელმა კამერის ჩანაწერმა მშვიდ უბანში უცნაური მოვლენების სერია გამოიცვია და მაცხოვრებლები დაძაბულობაში დატოვა. მას შემდეგ, რაც რამდენიმე შეტყობინება მიიღეს უბანში ნიღბიანი კაცის გამოჩენის შესახებ, სამტერის ოლქის შერიფის ოფისმა გამოძიება დაიწყო. უბნის ერთ-ერთმა მცხოვრებმა მათ მიაწოდა შემზარავი ვიდეო, რომელიც ზუსტად აჩვენებს იმას, რაც აშინებდა საზოგადოებას. სათვალთვალო კამერის კადრში უცნობი პიროვნება პირდაპირ კამერაში იყურება. მისი ვინაობა დაფარულია თეთრი ნიღბით, რომელსაც თვალებისთვის დიდი ხვრელები და ცხვირისთვის ორი პატარა ნახრეთი აქვს. ეს სანახაობა შემზარავი იყო და სახლის მფლობელი თავისი უსაფრთხოების გამო შეშფოთებული დატოვა. მთელი უბანი სტრესში ჩავარდა, როცა მათ უსაფრთხოების კამერებზე იგივე შემპარავი ადამიანი აღმოაჩინეს. მათ ნიღბის მახასიათებლები სლენდერმენისას შეადარეს და მათ შიში მთელ საზოგადოებაში გაავრცელა. შემზარავმა ადამიანმა რამდენიმე ადამიანი შეაშინა, სანამ ღამის სიბნელეში გაუჩინარდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩასაფრებული არაფერს უკანონოს არ აკეთებდა, პოლიციას მაინც სურდა გაეგო, ვინ იყო ის და გამოაქვეყნა სათვალთვალო კამერის კადრები Facebook-ზე მეტი ინფორმაციისა და შესაძლო იდენტიფიკაციის თხოვნით. მოქმედება საეჭვო იყო და პოლიციის ოფიცრები დაბნეულები დარჩნენ, რატომ გააკეთებდა ვინმე ამას. შეიძლება ეს ხუმარა იყო, რომელიც ზედმეტადად ცდილობდა უბნის უსაფუძვლოდ შეწუხებას, ან შესაძლოა ეს იყო ქურდი, რომელიც ყველაზე ადვილად გასაძარცვავ სახლს ეძებდა. უფრო ბოროტი ვარიანტიც არსებობს. შეიძლება ეს უცნობი კონკრეტულ ადამიანს ეძებდა. ამ ადამიანის განზრახვების მიუხედავად, ზოგი ამბობს, რომ ეს შემაშფოთებელი ქმედება ყველაზე გონივრული არჩევანი არ არის. თუ სამხრეთ კაროლინელი ნიღბიანი კაცი არასწორ ადამიანს გადააწყდება, შესაძლოა შეიარაღებელსაც კი მისი ჩუმჩუმა დაძრომა ტრაგედიით დასრულდეს. მიუხედავად გამოძიებისა, პოლიციამ ვერ შეძლო დაედგინა, ვინ იყო ნიღბის უკამდგომი ადამიანი. 1970 წლის 1 თებერვალს ნიუ-იორკში ბავშვების ჯგუფი თოლში თამაშობდა, როცა მათ შემაშფოთებელი აღმოჩენა გააკეთეს. ბავშვებიდან ერთმა იფიქრა, რომ გვამი იპოვა და უფრო ახლოდან დათვალიერებისას ეს დადასტურდა. ისინი სახლში გაიქცნენ, რათა მშობლებისთვის ეცნობებინათ, რომლებმაც შემზარავი აღმოჩენა დაადასტურეს და შემდეგ პოლიციაში ატყობინეს. პოლიციამ მამაკაცის ზურგზე მწოლი არ ეიპოვა, ხელები წინ გაწვდილი ჰქონდა. ეს ძალიან უცნაური პოზა იყო სხეულისთვის და გამომძიებლებმა აღწერეს, რომ ასე ჩანდა თითქოს უხილავ გაზეთს კითხულობდა. დადგინდა, რომ ის მკვლელობის მსხვერპლი იყო და მისი სიცოცხლე ცეცხლსასროლი იარაღით მოუსწრაფეს. მისი ასაკი დაახლოებით 35-დან 45 წლამდე შეაფასეს. სიმაღლე 5 ფუტი და 3 ინჩი, წონა კი დაახლოებით 155 ფუნტი. მას ჰქონდა ყავისფერი თმა, სუფთად გაპარცული იყო და სავარაუდოდ მასზე თავდასხმა მოხდა დაახლოებით 48 საათით ადრე, ვიდრე ის იპოვეს.
მაშინ გამოითქვა ვარაუდი, რომ მისი სიცოცხლე სხვაგან დასრულდა და თავდამსხმელმა ის ხელებით მიათრია იმ ადგილამდე, სადაც იპოვეს, რის გამოც ცივის გამო უცნაურ პოზაში აღმოჩნდა. მის ჯიბეში $156 ჰქონდა, არანაირი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდა და უცნაურად მას რამდენიმე ფენად ეცვა ტანსაცმელი, რომელთაგან პირველი იყო ღია ყავისფერი საწვიმარი. ამ საწვიმარის ქვეშ ეცვა მუქი, მწვანე ზოლიანი კოსტუმი, Playboy Enterprises ჰალსტუხით, ხოლო მის ქვეშ პიჟამა. Helze ეკეთა Omega Seamastery საათი და ერთ-ერთი დიდი ოქროს ბეჯედი ედგა. ამ ყველაფერთან ერთად ეცვა შავი ფეხსაცმელები, რომლებიც გალოშებით ჰქონდა დაფარული. საერთო იყო ადგილობრივი ყოფილიყო და ზოგმა გამომძიებელმა ივარაუდა, რომ შესაძლოა ამერიკიდანაც არ ყოფილიყო. ძირითადი თეორია იყო, რომ ის ბრაზილიიდან იყო, რადგან მისი ფერანგი იქ იყო შეკერილი. და მას შემდეგ, რაც იუველერთან კონსულტაცია გაიმართა, დადგინდა, რომ მისი ბეჯედი იმ ქვეყანაში იყო შეძენილი. გარდა ამისა, თავდასხმაში გამოყენებული ვაზნებიც სავარაუდოდ ბრაზილიაში იყო შეძენილი. იყო ვარაუდი, რომ ის თბილად ეცვა, რათა სითბო შეენარჩუნებინა და რომ ის მიჩვეული იყო უფრო თბილ კლიმატს, მაგალითად ბრაზილიის ამინდს. რაც შეეხება თავდასხმის მოტივს, მიიჩნეოდა, რომ ის ორგანიზებულ დანაშაულში იყო ჩართული და სიცოცხლის მოსწრაფებამდე ის ასე შოში ჩაიყვანეს, რათა მისი თავდამსხმელის ან თავდამსხმელების კვალისთვის ვერ მიეგვლიათ. მოსახლეობის წევრები მათ შორის ცნობილი კრიმინალებიც დააკითხეს, მაგრამ არავინ იცნო ეს კაცი და მისი ვინაობა უცნობი დარჩა 2019 წლამდე, როდესაც გადაწყდა, რომ მისი ნეშტის ნიმუშები ექსჰუმირებული უნდა ყოფილიყო, რათა მისი დნმ შეგროვებულიყო. ესკიზის ფლატვარმა შექმნა ამ კაცის სახის კომპოზიტური ესკიზი, რომლის ფოტოც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, რათა მეტი კვალი აღმოეჩინათ. მომდევნო წელს 42 წლის ედვარდ სალივანი, რომელიც სტორმილში, ნიუ-იორკში იყო პატიმარი, გამოვიდა და განაცხადა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია ჯონ დოუზე. მან მოისმინა, როგორ საუბრობდნენ სხვა პატიმრები სამ კაცზე, რომლებმაც უკანონო ნივთიერებების გადამტანი მოკლეს და შემდეგ მისი სხეული ფერდობზე დააგდეს. და მან დაასახელა პატიმრები, ალფონსე პერსიკო, ჯერი ლანჯელა და ჰიუ მაკინტოში, რომლებიც ყველანი მაფიასთან იყვნენ დაკავშირებულნი. ყველა მათგანი უკვე გარდაცვლილია და დღემდე უცნობია, მართლაც იყვნენ თუ არა ისინი ამ კაცის მკვლელობაში ჩართული. დღემდე მისი ვინაობა დაუდგენელია. Timothy Herty დაიბადა და გაიზარდა სენტ-ლუისში, მისურის შტატში. როცა მოზარდობის ასაკს მიაღწია, ის ნეშვილში, ტენესის შტატში გადავიდა, სადაც სკოლაში უნდა ესწავლა. ის რეგულარულად ბრუნდებოდა სენტ-ლუისში, რათა ოჯახი მოენახულებინა. 2023 წელს მან სკოლა დაამთავრა და დაბრუნდა თავის მშობლიურ ქალაქში, სადაც მისურის დასავლეთის უნივერსიტეტში სწავლას გააგრძელებდა. თუმცა ერთი წლის შემდეგ მან გადაწყვიტა ერთი სემესტრი გამოეტოვებინა, იმ იმედით, რომ ფულს დააგროვებდა. ამ დროს ის მისურის შტატის გრეინველიში ცხოვრობდა და მუშაობდა პრაის ჩოპერში. სამწუხაროდ 19 წლის პიტს აღარ მიეცა შესაძლებლობა გაეგრძელებინა სწავლა და ამის ნაცვლად ის გაუგებარი საიდუმლოს ცენტრში აღმოჩნდა. ყველაფერი 2024 წლის 1 თებერვლიდან დაიწყო. მოულოდნელად დაახლოებით ღამის 3 საათზე. Timothy's ბებია მისგან ვიდეოს არი მიიღო. ის ამტკიცებს, რომ Timothy's ხმა მთლად თავის ხმას არ გავდა. ის პარანოიდულად იქცეოდა და ბებიასაც კი სთხოვა მისთვის ელოცა. ბებიამ გაიხსენა, რომ Timothy's ბავშვი ვილაპარაკობდა და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ოთახში სხვა ადამიანებიც იყვნენ, ერთი კაცი და ერთი ახალგაზრდა ქალი. შემდეგ Timothy's-მა შოკის მომგვრელი განცხადება გააკეთა. თქვა, რომ მას რაღაც ჩაუყარეს, რაც ბებიამ ასე გაიგო. უნებლიეთ მიიღო უცნობი ნივთიერება. ის იმეორებდა, ბებო, უბრალოდ მგონია, რომ ვიღაცამ რაღაც მომცა. ის დაბნეული იყო და მისი ხმა საერთოდ არ გავდა ჩვეულებრივს. ვიდეოს არი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ბებია შიში შეპარვოდა. ამიტომ მან მაშინვე დარეკა 911-ზე და შვილიშვილის ბინაში ეკიპაჟი გაგზავნეს, რომელიც ბალტიმორის ავენიუს 3900 ბლოკში მდებარეობს. პოლიცია მივიდა სალში და Timothy's წმინდა ლუკას საავადმყოფოში გადაიყვანა შემოწმებისთვის. იქ გაირკვა, რომ მის ორგანიზმში საერთოდ არანაირი ნივთიერება არ აღმოჩნდა. რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც მისი მდგომარეობა დასტაბილურდა, ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოდან გაწერეს. დაახლოებით იმ დილის 11:50 საათზე Timothy's ტაქსიში ჩაჯდა, რომელმაც იგი Greyhound-ის ავტობუსის სადგურზე Trustees Avenues 1100 ბლოკში მიიყვანა. სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს მამაკაცის მისვლა ტერმინალზე და ასევე მისი მოულოდნელი გაუჩინარება. კამერაზე ჩანს, როგორ გადმოდის Timothy's მანქანიდან და მიემართება სადგურის კარისკენ. სამწუხაროდ კარი დახურული იყო და ის მოპრუნდა, რომ დაბრუნებულიყო ტაქსიში, სადაც თავისი ტელეფონი დატოვა.
მან სცადა მანქანაში დაბრუნება, მაგრამ ამის ნაცვლად მობრუნდა. ტელეფონი იქ დატოვა და კამერის ხედვის არედან სამხრეთის მიმართულებით წავიდა. Timendezis ბოლოს ნახეს ინდრის პირველ საათსა და 30 წუთზე. ის შენიშნეს 67 ქუჩისა და Trustis Avenues მიმდებარედ, რომელიც სადგურიდან 8 მილითაა დაშორებული. დაუდასტურებელი ინფორმაციით ის ასევე შენიშნეს 2024 წლის 27 მარტს 11 ქუჩისა და Grand Avenues მიმდებარედ. მიუხედავად მინიშნებისა, ახალგაზრდა მამაკაცი ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი. მისი გაუჩინარების გარემოებები უცნაური და იდუმალია. ადამიანის ტვინი უკიდურესად რთული და საინტერესო ორგანოა, რომელიც ექსპერტებისთვის ჯერ კიდევ სრულად გაუგებარია. იმისათვის, რომ თემაზე რაც შეიძლება მეტი კვლევა ჩატარდეს, ტეხასის უნივერსიტეტი გარდაცვლილი ადამიანების ტვინებს აგროვებს და 2014 წელს ეს უცნაური საიდუმლო საგანი გახდა, რომელიც ჯერ კიდევ ამოუხსნელია. უნივერსიტეტში შენახულ ტვინებს შორის ერთ-ერთი ყოფილი საზღვაო კრეიტი, Charles Whitman-ის ტვინი იყო. ის დაიბადა ლეიქორტში, ფლორიდაში, 1941 წელს და რთული ბავშვობა ჰქონდა, რადგან მისთვის და მისი ძმებისთვის მიღწეული არც ერთი წარმატება არასოდეს იყო საკმარისი მამის თვალში. ის ძალადობდა თავის სოლზე და როგორც ამბობენ მას იცნობდნენ, გარკვეულწილად შეპყრობილი იყო ცეცხლსასროლი იარაღებით. მან თავისი სამი ვაჟი ბავშვობიდან ასწავლა სროლას და ჩარლზი გამორჩეულ მსროლელად ითვლებოდა. მოზარდობაში ის ოცნებობდა იმ დღეზე, როცა საბოლოოდ შეძლებდა სახლიდან წასვლას, რომ თავი დაეღწია მამის დომინანტური ხასიათისთვის. ამიტომაც, როგორც კი ამის უფლება მიეცა 1959 წელს, ჩაეწერა აშეშოს საზღვაო კრეიტებში. მან მექანიკური ინჟინერიის სწავლასთან ერთად შეიძინა მსროლელის უნარები და 1962 წელს კეთლინ ლეიზნერს ეიქორწინა. მან სამხედრო სამსახური 1964 წელს დაასრულა და 2 წლის შემდეგ დაიწყო თავისი ემოციების შესახებ წერა. მან განაცხადა, რომ ხშირად გრძნობდა უკონტროლო ბრას და დაბნეულობას და ხშირად ეგონა თითქოს ძალადობრივი გახდებოდა. მან დახმარება რამდენიმე ექიმს თხოვა და გამოუწერეს მედიკამენტები, რომლებიც მისი ფეთქებადი ხასიათის დასამშვიდებლად იყო განკუთვნილი. მაგრამ იმ წლის მარტში მან გადაწყვიტა ფსიქიატრთან კონსულტაცია გაევლო და ამის შემდეგ რეგულარულად დაეწყო თავის ტკივილები. პრობლემა ვერ დაადგინეს და ფსიქიატრმა ურჩია, რომ შემდგომი დაკვირვებისთვის დაბრუნებულიყო, მაგრამ ის აღარ დაბრუნდა. მისი მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდა და 1966 წლის 1 აგვისტოს მან წარმოუდგენელი ჩაიდინა. ის წავიდა დედამისის სახლში, სადაც სიცოცხლე მოუსწრაფა მას. შემდეგ კი დაბრუნდა თავის სახლში და იქაც სიცოცხლე მოუსწრაფა თავის ცოლს. მან ჩაიცვა ხაკისფერი კომბინეზონი და თეთრი ბანდანა. თავი მოაჩვენა ტექნიკურ მუშაკად. შემდეგ კი აიღო იარაღების მარაგი, რომელიც აიტანა ტეხასის უნივერსიტეტის სადამკვირვებლო კოშკის თავზე. მან სიცოცხლე მოუსწრაფა 2 ადამიანს, სანამ კოშკის თავზე ავიდოდა. და როცა იქ ავიდა, გარი გადაკეტა, ხელსაყრელი პოზიცია დაიკავა და ქვემოთ მყოფ ხალხს სროლა დაიწყო. იმ დროისთვის, როცა პოლიციელებმა მოკლეს, მან 16 ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე და 31 მძიმედ დაჭრა, რომელთაგან ერთ-ერთი მოგვიანებით გართულებების გამო გარდაიცვალა. მისი აუტოპსიის დროს, მისი თავის ტკივილების წყარო საბოლოოდ გამოაშკარავდა, როდესაც მის ტვინში კაკლის ზომის სიმსივნე აღმოაჩინეს. კაცმა სახელად ჯონმა მამისგან მიიღო საინტერესო და უდანაშაულო შესახედაობის თოჯინა, რომელიც მამამისმა თავის მხრივ 1960-იან წლებში ვიღაცისგან მემკვიდრეობით მიიღო. თოჯინის სახის ნაკვთები დაყრდნობილი იყო ხანდაზმულ კაცზე, რომელსაც ჰქონდა ჭაღარა თმა, სათვალე და კოსტუმი, რის გამოც მას დაარქვეს მოხუცი კაცის თოჯინა. ჯონმა თოჯინა სახლში წაიღო და თაროზე დადო. ამის შემდეგ დიდად აღარ უფიქრია მასზე, მაგრამ ერთ საღამოს მას შოკის მომგვრელი სცენა დახვდა. მან ახსნა, რომ გამოევღვიძა და საწოლში ფხიზლად იცვა, როცა მოულოდნელად რაღაცა მისი ყურადღება მიიპყრო. მას ეგონა, რომ ფანჯრის ახლოს ჭრილის მოძრაობა დაინახა და შემდეგ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ვიღაცის ხელები ხელზე შემოეჯდო. ეს იყო მოხუცი კაცის თოჯინა. მან სასუწარკვეთილმა სცადა ცოლის გააღვიძება, მაგრამ ის არ განძრეულა. ჯონმა თვალი გაუსწორა თოჯინას, რომელიც ოთახის მოპირდაპირე მხარეს იჯდა და სახეზე შემზარავი ღიმილი ჰქონდა. მან მაშინვე იცოდა, რომ თოჯინა უნდა მოეშორებინა. ჯონს სჯეროდა, რომ უსულო საგანი მას სტევნიდა და მის მოკლას ცდილობდა. ამიტომ მან პარანორმალურ მოვლენათა გაუნწიებელ ჯეინ ჰერის დაუკავშირდა. მან აღწერა, რომ თოჯინის სახლში მოტანის შემდეგ თავბრუსხვევა და მიგრენები დაეწყო. მას ასევე აწუხებდა ძლიერი კოშმარები, მათ შორის ერთი, სადაც მოხუცი კაცი მის საწოლთან იჯდა ან მას აკავებდა.
ჯეინმა სტორბრიჯიდან დაიწყო გამოძიება სათვალთვალო კამერების გამოყენებით. მოსახერხებელი ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს, არის თუ არა ობიექტის ირგვლივ პარანორმალური აქტივობა. შემდეგი 3 თვის განმავლობაში ის იღებდა თოჯინას, რომელიც გამოფენის ვიტრინაში იყო ჩაკეტილი. კამერა ჩართული რჩებოდა ღამის 11:30-დან მომდევნო დილის 2:30-მდე. ედ საღამოს ღამის ხედვის კამერამ დააფიქსირა რაღაც, რაც ნებისმიერ ადამიანს ზურგში ჟრუანტელს გაუჩენდა. 2015 წლის 13 ივლისი იყო, დილის 2:05. როდესაც კამერამ დააფიქსირა რაღაც აუხსნელი. როდესაც თოჯინა თავის ხუთში გამართულად იჯდა, მალე შიგნით მოძრაობა შესამჩნევი გახდა. დებერი კაცის თოჯინის სამართავი ჯვარი ნელა დაიწყო მოძრაობა, თითქოს ვიღაცა ცდილობდა ეთამაშა მასთან. ის ოდნავ ირხება, სანამ მინის პანელს არ დაეჯახება. ჯეინი რა თქმა უნდა იმ დროს ეძინა და მოძრაობა მხოლოდ მეორე დილით შენიშნა, როცა ვიდეო გადაიმეორა. ეს შემაშფოთებელი იყო, მაგრამ ამაღელვებელიც. მან ადრე ჩატარებულ გამოძიებებში მხოლოდ ნისლი და მოფარფატე სფეროები ჰქონდა დაფიქსირებული. ეს სულ სხვა რამ იყო. აღმოჩენის შემდეგ ჯონმა პარანორმალურ გამოძიებელს მისცა თოჯინა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ თოჯინა მისი დახჩობა სცადა. ჯეინმა მოხუცის თოჯინა თავის სარდაფში წაიღო, ვიტრინა დალუქა და ნაკურთხი წყლით აკურთხა, სადაც ის დღემდე რჩება. სამწუხარო ფაქტია, რომ როდესაც ვევარ ახერხებს საკუთარ თავზე ზრუნვას, გიწევს საყვარელ ადამიანებზე დაყრდნობა, რათა მათ უზრუნოყონ ყველაფერი, რაც რჩირდება, მათ შორის სამედიცინო თვალსაზრისითაც ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგრამ ზოგ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება მათზე სახში ზრუნვა და რთული გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, რომ ეს პასუხისგებლობა პროფესიონალ მომდელებს გადავაბაროთ. სწორედ ასე მოხდა One Ingramის შემთხვევაშიც. One's მძიმე აუტიზმი დაუდგინდა 8 წლის ასაკში. მას ეპილეფსიური შეტევები ჰქონდა და ასაკის მატებასთან ერთად ქცევითი პრობლემები დაეწყო. ხშირად ინსტინქტებს მიხვებოდა და გაუცნობიერებლად საკუთარ თავს საფრთხეში აგდებდა. ამიტომ მისმა დედამ გადაწყვიტა ექიმთან წაეყვანა, რომელმაც დაადგინა, რომ ვანი აუტისტი იყო და მისი მდგომარეობა სპექტრის მძიმე მხარეს იყო. დროის გასვლასთან ერთად მისი კონტროლი უფრო და უფრო რთული ხდებოდა. ამიტომ ოჯახმა ექიმების რჩევით გადაწყვიტა, რომ ვანი უკეთესად მოუვარებდნენ კალიფორნიის ქალაქ მის ქალაქ Costa Mesa'ში მდებარე Fairview-ს განვითარების ცენტრში. ამავე წელს 8 წლის ასაკში ვანი საცხოვრებლად გადავიდა ამ დაწესებულებაში და მალე აშკარა გახდა, რომ მას მუდმივი მეთვალყურეობა და მოვლა სჭირდებოდა. ის ძალიან ენერგიული ბავშვი იყო და რამდენიმე წუთითაც კი უჭირდა მშვიდად ჯდომა. ოჯახმა კი იცოდა, რომ ამ დაწესებულებაში პროფესიონალები მას უკეთესად მოუვლიდნენ, ვიდრე თავად შეძლებდნენ. ვანი მთელი დარჩენილი სიცოცხლე ამ დაწესებულებაში დარჩა, მაგრამ 2007 წელს, როცა ის 50 წლის იყო, რაღაც მოხდა, რაც დღემდე ბოლომდე არ არის ახსნილი. ინცლის 6 ივნის დაახლოებით დილის 5:30 საათზე ცენტრის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ვანი საწოლთან იატაკზე უგონოდ მყოფი იპოვეს. არ ჩანდა, რომ მას რაიმე აშკარა დაზიანება ჰქონდა მიღებული, ამიტომ თანამშრომლებმა მისი გაღვიძება სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. მზრუნველებმა იგი სკამზე დასვეს, ჩააცვეს და ფეხზე წამოყენებას სცადეს, მაგრამ რადგანაც რეაქცია არ ქონია, საბოლოოდ ისევ საწოლში დააბრუნეს. ესეთ სიტუაციაში ცენტრის თანამშრომლები გაწვრთნილნი არიან პაციენტის კისრის დასამაგრებლად, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ ეს არ გააკეთეს და სასწრაფო დახმარება მხოლოდ 2 საათის შემდეგ გამოიძახეს, მას შემდეგ რაც ვანი უგონოდ იპოვეს. ის ჰოაგის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რენტგენი გადაუღეს და აღმოაჩინეს, რომ მას ხერხემლის სერიოზული დაზიანება ჰქონდა მიღებული. ექიმმა, რომელმაც ეს დაადგინა, თავის ანგარიში ასევე აღნიშნა, რომ ასეთი დაზიანება უბრალოდ საწოლიდან გადმოვარდნის შედეგად ვერ მოხდებოდა და რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო გამოყენებული გადამეტებული ძალა. ამასობაში მოულის ცენტრმა ვანის დაზიანება დააფიქსირა, როგორც საწოლიდან გადმოვარდნის პირდაპირი შედეგი, თუმცა მისი ოჯახი ამას არ დაეთანხმა. მათ განაცხადეს, რომ ვანი სათანადო მოვლას ვერ იღებდა და რომ დაწესებულების პერსონალი უყურადღებოდ მოეკიდა მას შემდეგ რაც უგონოდ იპოვეს. გარდა ამისა, მათ განაცხადეს, რომ მისი მომლელები ცდილობდნენ დაეფარათ ის ფაქტი, რომ ვანი სერიოზულად დაშავდა. ვანის ერთ-ერთ ბოლო ფოტოზე ის ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოს საწოლში წევს, ოჯახის წევრების გარემოცვაში. მან მიღებული დაზიანებების გამო 6 დღის შემდეგ გარდაიცვალა და ოჯახმა სარჩელი არამართულზომიერი სიკვდილის გამო შეიტანა. გამოძიება მაჩვენა, რომ დაწესებულებაში ვანი ვილაცამ თავისა და კისრის მარწუხში მოაქცია და ამ პროცესში მას კისერი მოტეხა. იმ მომენტიდან, როცა ადამიანმა მსოფლიოს დანარჩენი ნაწილი დაიწყო შესწავლა, მსოფლიოს მასშტაბით ადგილობრივი ხალხები ახალმოსულების მხრიდან მიზანმიმართული თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ.
როდესაც თანამედროვე ეპოქაში გადავედით, ბევრს მოუწია იმ ცვლილებების მიღება, რომლებიც მასთან ახლდა. მაგრამ მაშინაც კი, როცა თანაცხოვრების განცდა დამყარდა, შეტევა მაინც გაგრძელდა. ბევრი ძუძველი ადამიანი იძულებულია გადაადგილდეს გაუჩინარებებისა და მკვლელობების ის არათანაბარი რაოდენობის გამო. ხშირად ამ შემთხვევებზე თვალს ხუჭავენ. MMIWG-ს გვერდზე კიდევ ერთ სახედ იქცა Caitlin Pottsy, ალბერტას კანადის ძიუძველი ქალი. Caitlin-ს სლიერი სოციალური მედიის აქტივობა ჰქონდა. ის ყოველთვის სხვადასხვა პლატფორმაზე პოსტავდა, ნათესავებსა და მეგობრებს წერდა. 2016 წლის 22 თებერვალს კი მისი მხიარული და კომუნიკაბელური პიროვნება მოულოდნელად გაქრა ონლაინ სამყაროდან. იმ დღეს 27 წლის Caitlin-მა თავის დას Facebook-ით შეტყობინება გაუგზავნა და ეს იყო ბოლო შემთხვევა, როცა ვინმე მისგან რაიმე მოისმინა. შეტყობინებაში ეწერა, რომ ის კელოუნაში იყო და იპოვა ადამიანი, ვინც კალგარის ალბერტაში წაიყვანდა. Caitlin-მა აუხსნა, რომ უცნობი ქიჯიჯის მეშვეობით წაიყვანდა, მისი მთავარი მიზანი კი იყო, რომ შეხვედროდა დას, რომელიც ედმონტონში ცხოვრობდა. რამდენიმე ხანს ისინი ერთად ცხოვრობდნენ, სანამ რამდენიმე თვის წინ ახალგაზრდა ქალმა გადაწყვიტა ენდერბეში, ბრიტანეთის კოლუმბიაში გადასვლა, რომელიც კელოუნადან 1 საათის სავალზე მდებარეობს. ის თავის მეგობარ ბიჭთან ახლოს ყოფნას ცდილობდა, რომელთანაც ურთიერთობა ხან იყო, ხან არა. არა, ამბობენ, რომ ის Caitlin-თან ძალადობდა და 2014 წელსაც კი ძალადობის ბრალდებით წაყენებული ჰქონდა ბრალი. იმავე დღეს, სანამ დას დააწერდა, მან მეგობარ ბიჭსაც მისწერა და უკმაყოფილება გამოხატა იმ ფულის გამო, რომელიც როგორც ამბობენ, მას ვალი ჰქონდა. Caitlin-ი ბოლო შეტყობინების შემდეგ უცნაურად დადუმდა, მამაც ოჯახსა და მეგობრებში შეშფოთება გამოიწვია. მისი ოთახის მეზობლის, სემისა და არმის თქმით, Caitlin-ი სავარაუდოდ წინა ღამით უცნობ ადამიანს შეხვდა. ოთახის მეზობელს ის ადამიანი არასდროს უნახავს და გაურკვეველი იყო ეს ადამიანი წაიყვანდა თუ არა Caitlin-ს კალგარიში, თუ სხვა ვინმე იყო. მომდევნო დღეებში ოჯახს შემზარავი რეალობა გამოეცხადა. Caitlin-ი გაუჩინარდა, არ იყო ახალი პოსტები, არც შეტყობინებები, მხოლოდ უმობელი სიჩუმე. ოჯახი 1 მარტს მივიდა კანადის სამეფო ცხენოსან პოლიციაში და ქალის გაუჩინარების შესახებ განაცხადა, იმ იმედით, რომ სწრაფი გამოძიება ჩატარდებოდა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ეპრობოდა სამართალდამცავი ორგანოები ძირძველი ხალხების საქმეებს, ეს იმედები გაქრა. Caitlin-ს ბოლოს რომ ნახეს და გაუჩინარების შესახებ განაცხადეს, უკვე გასული იყო პირველი 9 დღე და კიდევ 19 დღე დასჭირდა კანადის სამეფო ცხენოსან პოლიციას, რომ ოფიციალური განცხადება გაეკეთებინა დაკარგული პირის შესახებ. განცხადებაში უბრალოდ ეწერა, ციტატა: კანადის სამეფო ცხენოსანი პოლიციის მძიმე დანაშაულთა განყოფილება ახლა ეხმარება ვერნონისა და ჩრდილოეთ ოკანაგანის სამეფო ცხენოსან პოლიციას Pottsy-ს გამოძიებაში. მიუხედავად იმისა, რომ ძირძველი ხალხების ჯგუფებმა და დაკარგული და მოკლული ძირძველი ქალებისა და გოგოების მხარდამჭერმა აქციებმა ფართომასშტაბიანი საძიებო სამუშაოები ჩაატარეს, Caitlin-ის გაუჩინარება რამდენიმე თვის განმავლობაში გაუხსნელი დარჩა. 2017 წლის დასაწყისში კანადის სამეფო ცხენოსანმა პოლიციამ გაავრცელა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, სადაც Caitlin-ი ორჩარდ პარკის სავაჭრო ცენტრში შედის, გაუჩინარებამდე 1 დღით ადრე, იმ იმედით, რომ საზოგადოებრივი ინტერესი კვლავ გააქტიურდებოდა. მთავარი ეჭვმიტანილი კვლავ უცნობი პირია, რომელსაც Caitlin-ი შეხვდა გაუჩინარებამდე წინა ღამეს. მაგრამ 9 წლის შემდეგაც კი ამ პირის ვინაობა და Caitlin-ის გაუჩინარების გარემოებები კვლავ უცნობია, რაც მის ოჯახსა და საზოგადოებას პასუხების გარეშე დოებს. Lonnie David Franklin, უმცროსი, სერიული მკვლელი, რომელიც უფრო ცნობილია როგორც Grim Sleeper-ი. ეს მეცახენი იმიტომ შეარქვეს, რომ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის დასრულების შემდეგ აუხსნელად გადაწყვიტა 14 წლით შეეწყვიტა თავისი დანაშაულებრივი სერია. ის დაიბადა ლოს-ანჯელესში 1952 წელს და მასთან მის ცოლს 2 შვილი შეეძინათ. 80-იანი წლების შუა პერიოდში ლოს-ანჯელესის პოლიციისთვის აშკარა გახდა, რომ ვიღაცა მიზანმიმართულად ესმოდა თავს და სიცოცხლეს უსწრაფებდა აფრო-ამერიკელ ქალებს, რომლებიც ქუჩაში მუშაობდნენ. თავდაპირველად დამნაშავეს სამხრეთ უბნის მკვლელი უწოდეს და გამომძიებლების შეფასებით მან 1985 წლისთვის სულ მცირე 13 ქალის სიცოცხლე დაასრულა. სერიული მკვლელის შესაძლო აქტიურობის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ იმ წელს გახდა საჯარო, როდესაც პოლიციამ საზოგადოებას დახმარებას თხოვა. და მომდევნო წელს ამ რაოდენობას კიდევ 2 მსხვერპლი დაემატა. შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მთლიანად სამხრეთ მხარის მკვლელის საქმეზე იყო კონცენტრირებული, მაგრამ დამნაშავის იდენტიფიცირებაში ძალიან მცირე პროგრესი ჰქონდა. დამნაშავის ამოცნობის შემთხვევაში $25,000 ჯილდო იყო შეთავაზებული, მაგრამ მაინც არავინ გამოვიდა რაიმე სასარგებლო ინფორმაციით. 1987 წლისთვის სამუშაო ჯგუფი შემცირდა, რადგან საქმეში პრაქტიკულად არანაირი პროგრესი არ იყო მიღწეული.
ასევე გაირკვა, რომ ლოს-ანჯელესში იმავე პერიოდში რამდენიმე სხვა სერიული მკვლელი მოქმედებდა და რომ სამხრეთ მხარის მკვლელი იმდენი თავდასხმისთვის არ იყო პასუხისმგებელი, რამდენადაც ადრე მიიჩნეოდა. შემდეგი 200 წლეულის განმავლობაში კიდევ მეტი მსხვერპლი გამოავლინეს, მაგრამ თავდამსხმელის იდენტიფიცირების მხრივ პროგრესი არ ყოფილა. შეიქმნა კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფი, სახელწოდებით 800 სამუშაო ჯგუფი და 2008 წლისთვის ინფორმაციისთვის განკუთვნილი ჯილდო $500,000-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის საქმეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ადამიანები ადევნებდნენ თვალს, ხოლო ლოს-ანჯელესის მცხოვრებლებს ურჩიეს ყურადღებით ყოფილიყვნენ ნებისმიერ საეჭვო ქმედებაზე და სიფრთხილე შეენარჩუნებინათ. 2009 წელს პრესკონფერენციაზე თავდამსხმელს მეტსახელი Grim Sleeper დაარქვეს. ამავე დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა მამაკაცმა სამართალდამცავებს მიმართა მას შემდეგ, რაც შეესწრო, როგორ კრიდა მამაკაცი ადამიანის ნეშტს. მან შეძლო პოლიციისთვის იმ მამაკაცის ვანისის სანომრე ნიშნის მიწოდება და როდესაც ეს ნომერი გადაამოწმეს, ის დაკავშირებული აღმოჩნდა გაუქმებულ კოსმოპოლიტურ ეკლესიასთან. ერთმა ქალმა ძლივს მოახერხა თავდასხმისგან თავის დაღწევა და დაკითხვისას მან განაცხადა, რომ დანაშაულების ჩამდენი მამაკაცი იყო აფრო-ამერიკელი, 30-ებში და ის ეცვა აკურატულად, ხაკისფერი შარვალი და პოლო მაისური. ლანი დევიდ ფრენკლინ უმცროსი ეჭმიტანილი გახდა მას შემდეგ, რაც მისი შვილი დააკავეს და მისი დნმ-ის ანალიზმა ნათესაური დამტხვევა აჩვენა იმ დნმ-მთან, რომელიც დანაშაულის რამდენიმე ადგილას იყო აღმოჩენილი. ფრენკლინის დნმ აირეს რესტორნიდან, სადაც ის ხშირად დადიოდა და როდესაც ეს დნმ დაემთხვა თავდამსხმელის დნმ-ს, ის საბოლოოდ დააკავეს 2010 წლის ივლისში. იმავე წელს მოგვიანებით პოლიციამ გაამჩაუნა, რომ როდესაც ფრენკლინის სახლს ჩრეკდნენ, მათ აღმოაჩინეს 1000-ზე მეტი ქალის ფოტო, რომლებიც სავარაუდოდ მის მიერ იყო გადაღებული. დიდი მადლობა ურებისთვის. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააცეკით ლაიკის გილაკს. ასევე არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი და დააჭიროთ შეტყობინების ზარს, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვარ Top 5 Unknowns და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.